წინანდლის მამული უკვე მესამედ მასპინძლობს ღვინის სიმპოზიუმს, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ასოციაცია ატარებს. ღვინის დიდი ჟიური ასე ჟღერს ქართულად შვეიცარიაში დაფუძნებული პრესტიჟული ღვინის ასოციაციის სახელწოდება. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე თავი მოიყარეს ცნობილმა ევროპელმა მეღვინეებმა, სომელიებმა და ექსპერტებმა. წელს ისინი გამორჩეულ იტალიურ ღვინოებს დააგემოვნებენ და აფასებენ. წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა სასიკაია, სოლაია, ჯოვანი როსო და სხვა. სიმპოზიუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ქვევრის ღვინოსაც, მასაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ღვინის დიდი ჟიური ღვინის ექსპერტების და სომელიეების გაერთიანებაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს მასშტაბით აფასებენ სხვადასხვა სახის ღვინის ხარისხს. ასოციაცია 1996 წელს შვეიცარიაში დაარსდა და ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში მართავდა. 2023 წელს Silk Road ჯგუფის ინიციატივით ღვინის სიმპოზიუმი პირველად გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა. ამ წლების განმავლობაში საქართველოს სტუმრებს და ღვინის ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ბორდო გრანდ კრუს და ბურგუნდიული ღვინოები, ასევე ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები. ჩვენ დღეს აქ ვზეიმობთ იტალიურ კულტურას. იტალიური ღვინო ხელოვნებაა და არა მხოლოდ. ეს ცხოვრების წესია, ეს ისტორიაა, ოჯახია, განათლებაა. დიდი პატივია აქ ყოფნა და რატომ იმართება ეს ღონისძიება აქ, დიდი ჟიურის, გიორგი რამიშვილისა და Silk Hospitality-ის ორგანიზებით. იმიტომ რომ წინანდლის მამული შესანიშნავი ადგილია, სრულად ადაპტირებული იმისთვის, რომ ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ღვინის დაგემოვნება, მასტერკლასები და პროფესიული დეგუსტაცია. აქ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, რომლებიც არა მხოლოდ იტალიურ ღვინოს, არამედ ქართულ ღვინოსაც აგემოვნებენ. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავსინჯეთ ქარვისფერი ღვინო საქართველოდან და დიდი ჟიურის ყველა წევრი აღფრთოვანებული იყო ხარისხით. ეს არის ძალიან დიდი ამბავი საქართველოსთვის და იტალიისთვის, იმიტომ რომ ეს ორი დიდი ღვინის ქვეყანა შეხვდა ერთმანეთს წინანდალში. მოხდა მაგალითად უკვე დეგუსტაციები, ბაროლოს დეგუსტაცია იყო დილას, ეს არის ბრმა დეგუსტაცია, ეს იგივე ბაროლოს ჩემპიონატი ჩაატარო აი აქ წინანდალში. შეაპარეს ჩვენი ერთ-ერთი საფერავი, ჩვენი ღვინო და მიიღო 99 ქულა. ეს არის პირდაპირი კავშირი ევროპასთან, იმიტომ რომ ღვინო საქართველოსდან დაიწყო და ჩავიდა მერე ევროპაში და აი ეს ისტორიაც აქ კიდევ ერთხელ ჟღერდება. აი ხა ცოტა ხანში ასევე იქნება უკვე ქვევრის ღვინოების ბრმა დეგუსტაცია. European Grand Jury Divan, ანუ ევროპის ჟიური ქვია, ეს არის ევროპული ჟიური. აი ესენი ჩაატარებენ ქვევრის ღვინის დეგუსტაციას. ყველა წელს ჩვენ გარკვეული დატვირთვა აქვს, ეს არის იტალიური თემატიკა. ჩამოსულია მე თუ არ ვცდები 22 ესე ვთქვათ Grand Cru იტალიის ყველაზე ესეც საუკეთესო ღვინის სახლი, თავისი ღვინოთი. ისიც რა არის ესენიც რომ უკვე ჩვენ ღვინოს ხედავენ. ეს დიდი გაცვლა. ესენიც ბევრ რაღაცას სწავლობენ ჩვენგან. ძალიან კარგია რომ ქართველი წარმოებლები არიან, ქართველი ამ ინდუსტრიის ხალხი არიან ჩვენ ღვინის ინდუსტრიიდან და ძალიან კარგი გაცვლა არის ესა რა და ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი ღვინო არის, ჩვენი კოდია გენეტიკური და ეს რომ ამას ხედავენ ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ ჩვენ უკვე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ღვინის მწარმოებლებმა, მეღვინეებმა, ღვინის ექსპერტებმა გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. მაგალითად ჩვენ გვაქვს ღვინის დამზადების უდიდესი ტრადიცია. სოლერი ის საუკუნეებს ითვლის. ქართული ღვინის წარმოებასაც 1000-წლოვანი გამოცდილება აქვს, მაგალითად ქვევრის ღვინის. აქ შეგვიძლია ვნახოთ როგორ ითანამშრომლებენ ეს ტრადიციები. მე როგორც იტალიის ელჩი საქართველოში, ბედნიერი ვარ რომ აქ ვიმყოფები იტალიელ და ქართულ მწარმოებლებთან ერთად და ვაგემოვნებ ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს. ამ ჩამოსული იტალიელი მეღვინეებიდან და სპეციალისტებიდან ეს არ არის მარტო რომ ცნობილი ვიღაცები არიან. ესენი არიან უდიდესი ვარსკვლავები მსოფლიო მეღვინეობის, როგორიც არის რობერტო ვოერციო, ჯოვანი როსო მაგალითად, ჩამოსული არის სილვია იმპარატო. ამ ქალბატონმა რევოლუცია მოახდინა იტალიურ მეღვინეობაში. და აი ქართველ მეღვინეებს და სპეციალისტებს და მომხმარებლებს რაც თავარია, აქვს საშუალება უშუალოდ ამ ხალხთან ერთად გაასინჯონ და გაატარონ დრო ესეთ უნიკალურ გარემოში.